გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ გვექნება ისევ და ისევ FC Mobile-ის ვიდეო, სადაც დღევანდელ ვიდეოში გვექნება ისევ ფულის დახარჯვით, გუნდის აწყობის ვიდეო. დღეს გვაქვს 259 მილიონი და გვექნება ასეთი ვიდეო. მარკეტში შევალთ, ასეთი იქნება რა, მარკეტში ხო გიგნებით. სირჩი პროგრამი. აქ ასე რანდომულად ასე ავსკროლავთ ასე პროგრამებს ზემოთ და ერთსაც დავადებ, ხო ეგ Anniversary-ზე გაჩერდა. Anniversary-ში შევალთ, თქვა სიტყვაზე ასე და ვინმე ფეხბურთელი უნდა ვიყიდო აქედან. დავაყენო გუნდში. ფული დღეს ბევრი მაქვს, მაგრამ აქ ზვირიხს. ხო, ფული დღეს ბევრი მაქვს, აქ თუ ეს ვიყიდი სიამოვნებით. ფული მაქვს დღეს ბევრი და კაკ ფეხბურთელებს შევიძენთ უფრო და ბევრს. ხო, ახლა აქ შევქმნი ახალ გუნდს, აქ ეს არ შეიძლება ბრაზილიის ნაკრები აწყობილი უბრალოდ. კარგი. შევქმნათ ახალი გუნდი. ესე იგი აქ რაღაცები გადავაწყებ, ბევრი ბრონზის ფეხბურთელი აღარ მყავდა, გაძლიერებული მყავდა უკვე მაგით ფეხბურთელები. ხო, ეხლა გადავდივართ მარკეტში უკვე 259 მილიონის თამაში შევგვდგეთ მარკეტის საქმეს. სირჩი პროგრამი, მოიცა. პროგრამი ფალს უჭერდა. ეს თიმოვზებიკი არ არის, ხო აქ იგინი არ არის თიმოვზებიკი და ეს პოტუმოები არ არის, ეს ლიგა 1-ის ბუნდესლიგის პრემიერ ლიგის ეგენის ჯერ არ არის ეს რომ მაგას ვერ ვიყიდით. კარგი მოვძებნოთ აბა. ვიპოვეთ Team of the Season-ი. კარგი, შევიდეთ Team of the Season-ში. სირჩი რა თქმა უნდა. პოსტილა სიგრეტებო. Teornichka Hernandez. კარგი, პირველი purchase გვაქვს უკვე Teo Hernandez-ი. ბოლოს ყველას ერთად ავიღეთ ფეხბურთელებს. კარგი, დავიწყეთ და უცვლო road to the final. მოგვივიდა უცვლო road to the final-ი. აქ ხო, ის ხო, წინა სეზონის ჩემპიონთა როუზის ფინალი. მარცხენა მცველი ნაკედი გვყავს, ასე რომ უნდა გავარჯოთ ახლა პოზიციის პრობლემა. შეიძლება კაცო ფოდენი ძალიან შეიძლება ფოდენი. კარგი, უნდა დავიმახსოვროთ რომ გადაგვიჭრა მარცხენა მცველის და მარჯვენა შემტევის პრობლემა. ვუგეთებთ ესეც. და ხაჩქარა ვაკეთებთ. ხო, ეს ერთი და იგივე არ შეიძლება. ერთი და იგივე არ შეიძლება. ერთი და იგივე არ შეიძლება და კოპა ამერიკა 2024. მაგარია. მაგარია რა. ძალიან მაგარიაც. როგორ მინდოდა კოპა ამერიკა. ნუ იტყვი. ეს თუ გავიგეთ. კაი ვიზან ქუჩა მოვიდი. Bruno Guimarães. თუ გონება არ მატყუებს Bruno Guimarães-ი ყავს. ასე რომ, всё, ერთი არის. კოპა ამერიკის კარდინო ახლა ახალი შეძენა. Ლა Arsenal-ი. არა აქვს სულ უბრალოდ. დავიდა და გაჭედა. აღარ თუ არა წვება, წავიდა. და ეს არის Team of the Year. ან იგივე ტოტი 24, Team of the Year 24, ტოტი FC 24-ის ვეცი თუ ორდერის გადავხედო. მარჯვენა შეტები გყავს. მე ზოგადად სახანაშო სამილიონი გადავხდელ. კი, მოდი გადავხდო პარა. მარცხენა შემტევის ტიჩკა. ახლა სტრაიკერი გვინდა და შეტევას გავმაქსავთ, ხო? კი. ზუსტად იმენა დოჭკაში გავარტყი მას ზუსტად ტიჭკაში. ოჩეშებისა კარგად ვიდივართ.
anniversaries უნდა ფეხბურთელი ვიყიდოთ ვინმე კარგი ეს ისე anniversaries ფეხბურთელი anniversary მაგალითად ხო გიორგი მიქაელაძე როცა დავინახე თვალებში ბინდმა მეფარა და გონება დამებინდა იმიტომ რომ მიქაელაძეს დანახვაზე მინდა რომ ვიყიდო სულ რომ სამჭირდებოდეს ვყიდულო მიქაელაძეს სტრაიკერები შევავსეთ ახალდამჩაური ნახევარმცველი და 3 მცველი 1 მეკარე 2 ნახევარმცველი 3 მცველი 1 მეკარე 6 ფეხბურთელი სულიად მარტივად გამოვიტვალე იმენა რეტროსტარი მეგრევე სირჩი გავუკეთოთ რეტროსტარს აქ ნახევარმცველი მჭირდება და მე ნახევარმცველი კარგი ვიცი აქ მე კარგი ნახევარმცველი ვიცი ოვრა მეკარი და ეს რა მეკარი და ვინახე მეგობრებო ეს მანუელ ოლივერ მაგრამ ნახევარმცველებში ჩუამინი გავიყიდოთ პაბლო გავიგავიო ასე გვითხრს გავიო და გავიდო გავივიყიდოთ ჩვენ პაბლო ახლა შემდეგი ვიყიდოთ ვინმე კარგი ცოტა გაჭირდა მეგობრებო ხო ვინმე კარგი გჭირდება ჩვენ ვინმე კარგი ვინახე დავაცილე შემდეგ დავაჭირე ცენტურიონი ეს თურქები ხო აქ ნეიმარ ჯუნიორი იყო თავის დროზე მაგრამ თავის დროზე გაგვიქრეს ნეიმარის კარტი ამჯერად მაინც არ მჭირდებოდა ხო ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ნახევარმცველები ან მცველები ან მეკარე რა კაროჩე და იმდენი ან თქვი რომ ანდაც მოდი ეს კარიერა აქვე კარიერა ორ პარასკევ დარჩენილი ტომას კარიერა ორ პარასკევ დარჩენილი მიულერი მოდი რა თქმა უნდა ეს ფიფას ბაგები მე არ შევიმჩნიოთ ფიფას მოთამაშეები ვინც არიან ყველა ვიცით გაგებაში ვართ ფიფა რო ბაგავს ფიფა რო უგება როგორ რა სიტყვა გამოვიყენო უკვე აღარ ვიცი რომ FIFA ვეღარ არის ისეთ ხოძე როგორც ადრე იყო და ბალონდორ ოქროს ბურთკარი ბალონდორ 25-ია დიახ მე ახლა ხან ვინ ვიყიდე კამი ანუ დამრჩა სულ რაღაც კი დამრჩა 1 ნახევარმცველი 3 მცველი რა ის 3 მცველები ოკეი 1 ნახევარმცველი 3 მცველი და 1 მეკარე აქ მოლდი პირდაპირ ნახევარმცველების პრობლემა გადავჭრათ რას ვიტყვით მე ყველაფერს კარგს ვიტყვი მცველების პრობლემის გადაჭრამდე ნახევარმცველების პრობლემა ბარემ მოდი რომ ცოტა თამიმდევრობით მივყვეთ ფრენკი დე იონგს ვიღებდით არ გვინდა ფრენკი დე იონგი გადავიფიქრეთ ვიარო ვიყიდოთ არ ვიყიდოთ ჯორგინიო არ გჭირდება ჯორგინიო თუ ვინც არის მოდი ჩვენ ვიყიდოთ თავის სტრაიკერებმა შორდით ბიჭო და პრობლემა გადასაჭირელდა მცველების მატაის დელიხტი მატეუს
დელიხტი სახელზე ვაიმე რას გავს ამის სახელო დავინახე გულზე გამატყა დაგვჭა სულ რაღაც ორი მცველი ერთი ეს ვიდეო გონი პატარა გამოვა უფრო მაგრამ აქ თამაშიც გვიქნება 1-2 ეხლა ჩვენ დაგვჭა სულ რაღაც ორი ნახევარ ორი ცველი და ერთი მეკარე ანუ ერთი მცველი ერთი მარჯვენა ხო წავიდა ეს ჩემში ვიცი მე როგორც დავქნა ეგ რაც უდაც დავარტყა იმენა ბედი მაგა ხანახი რას დავაჩინა ევრო მაგარია მე არ მევასება ევრო აი ქარდები არის მაგრამ ძვირი ქარდებია ხო ნუ ამაზე გავაჩეროთ და წავიდეთ ყველაზე ძვირიანი ქარდია ლამინი ამალის იამალი ნელა ხო კვარა ცენტრალური მცველი მჭირდება ამისთვის გეჰი აგერ გამოგეჰი გეჰი გამოჩნდა არ ვიცი მჭირდება იმიტომ რომ რუბენდიაში გამოჩნდა შოლდერბექი გამოჩნდა ვახ ჩემი რა ფასები ადევთ ბიჭო ასმერში ძმა გინდა გულმა დამარტყას საცუდი ფასები ადევს ცუდი გაგიფით ნამეტარი მაღალი ფასები ადევს ხო იმიხი ვიყიდოთ მოდი ჩვენ ჯოშუა აურა იმიხი ჯოშუა მენტალიტ იმიხი აურა არა აურა ანტონია სიმონ კაი იგივე არ მეორდება ჩვენთან აქ პოტრიალები იქნება რამეზე სერია მოვიდეს ლალიგა 25 დავინახეთ გამწვანდა კარგი ცენტრალური მცველი და მეკარე ხო ამი ძალიან ცუდი პოზიციები დამრჩა შეიძლება მასეთ იყურიები ცენტრალური მცველი ცენტრალური center back and goalkeeper აკაი მითხე ვიღაც ები მინდა იყიდო და არ ჩანს ნიგით ამ მეთოდს გამოვიყენებ და მოვნიშნავ პოზიციებს და წინასწარ დავინახავ ალბათ კასილიას და ბუიოლი არა კასილიას ვა რა თორჩენს ისე ხო აიკონის კარდია ხო აი ლენგლე გამოჩნდა ყოფილი ბარსას ფეხბურთელი რომელიც ლონ თუ ბაითა გაშვებული რატო ვიცი ამდენი არ ვიცი ასამიანი ვიყიდოთ არჩენი თამაში თუ ასაურიანი და მართლა არჩენი შენი მოდი 200,000 დავზოგოთ კაი ერთი არ მინდა ასეთი ვიყიდვანი რომ იმიშლება კაი დავაი ლენგლე და დაგვჭა გოლ მეკარე ასე რომ დავიწყოთ 1 2 3 აუწიოთ ქვევით ერთხელ ზევით ერთხელ მოდი რადგან ბოლოა და მეკარია დარჩენილი გამეორება იყოს იმიტომ რომ მეკარია დარჩენილი და ბოლოა და ვინმე შეიძლება გამეორო რანდომული პრინციპი თუ აიმე გაჭირდა თამაში ვიჩოთ მეკართოზის და აქ მექნება გამეორების უფლებაც რადგან მეკარია და ბოლოა და მოდი ის ორი ის რა ქვია აი ის ორი შეცვლა რაც მაქვს ის ორი შეცვლა ერთ გამეორებაში ჩავხარჯოთ და ეს იქნება ტიმოსე სეზონი მე არ მინდოდა რატო გადამიკიდა ეს ტიმოსე სეზონი არ ვიცი და ჩვენ გვიყიდო მეკარე ხო კარგად ანათებენ ეს მიგაი სად არის მეკარე დაბალი ზარის ოღონდ სად არის არ არის მეკარე იქ ნარომას ვიტი მეკარე არ არის მიდია მუსლერაც გარდა არის მეკარე წესიერები ვაი რაღაცა თუდი იწყება ვაი მე მისგნოს ფლორარი და მეკარე არ არის ბიჭო
სომერია ბარა, მიყვარხარ სომერი, მენა გაფასებ ძმაც, იფსიოჯე. გაფასებ აწ. ალბათ კიდია, ალბათ რა კიდია მე გაფასებ თუ არა, მაგრამ ასხანა მე არის ძვის მყო სომერი. სომერ ამდენი ხელფასი გინდა რა იქნა ვიდოე რა არის. ჩემი მენა, გამაკოტრა სომერი. ერთმა სომერი გამაკოტრა გაიფი. მულერო შენაცხოდა მღალი და. კაროჩ. მე 11 კაცი, მაგრამ მე 11 კაცი ბრუნო გიმარაეში მყავს გუნჩი. ნახევარმცველი 11 კაცი კოპა ამერიკა რომ მომივიდა იქ აგერ ბრუნო გიმარაეში მყავს. ბრუნო გუმარაეს ისე მოუძებნი მაინც. კოპა ამერიკაში ჩემს ხარ ამე წესენი ნახევარმცველი იყოს. ხო. დარი კოპა. კოპა პოზიცია SM. კარგი, ჩვენ კიდევ მინაწესიერი რა დროგოდია პოლი არის, ასევე წესიერი. მაგრამ ნუ არა მოდი იყოს ბრუნო გიმარაეში. მიზეს მეორე მიხვდები. ხო, ბრუნო გიმარაეში მოდი იყოს. მე დაველოდები ახლა როდის იყიდის ამ ჩემ ფეხბურთელებს. და დაგიბრუნდებით როდესაც დარჩენილ ორ სომერს და ტომას მიულერს იყიდის. ვიყიდეთ ყველა ფეხბურთელი აქათივე და ახლა climb all players დავაწვევი და ჩამოვხდი ფეხბურთელებს ტეო ჰერნანდეზი, ფოდენი, კვარაცხელია, ჟორჟი, გავი, მიულერი, დელიხტი, კიმიხი, ლენგლე, სომერი. 200,800,000 ღირ დაჯდა ეს ფეხბურთელები, ნუ ეს არის ანუ მაგალითი იმის რომ 200 მილიონი შეგიძლია კარგი გუნდის აწყობა. ესეც ნორმალური გუნდია. კარგი, ყველა ფეხბურთელი და კოლექტებულია, მაგრამ რატომღაცა გაბაგავსიო. კარგი, ტრანსფერმარკეტიდან და გამოვიდეთ ახლა და გადავიდეთ კლუბში უნდა გადავიდეთ. კლუბ yes, of course. Team management. Okay. შევიყვანთ ახლა ჩვენ ფეხბურთელებს, მაგრამ ფილტრის პრევიზა მომენტ ხო გამახსენდა. პირველ რიგში და შეიცვალა. Voila. ქროსბურთის ფეხბურთელი შემეძლობიერა ამეღო. კარგი, ჟორჟ მიქაუტაძე წავიდა და ერთი რატომ მოიმატა არ ვიცი. მე ვიცი უკვე, კაი. კლიმატ ლენგლე. ხო, ფილ ფოდენი. პაბლო გავი. ტეო ჰერნანდეს. ისე ვუნდერმენდერს გარდი, მაგრამ კაი ტეო, ხო, ნუ ეს FIFA-ს თემები, ბაგები, რაღაცები. ტეო ჰერნანდესს ხმანერად უნდა შემიყვანა, მაგრამ კარგი დავიკიდე ეს ტეო ჰერნანდეს, ბრუნო გიმარაეშ. შუა გემიხ. უნდა ავწდით რა წესით. მეგაჩვენი მისია საერთო ჯამში ტომას მიულერი. კიდე მინუყიდე უნდა ავწდეთ და ავწდებით. აუცილებლად. ალისონი და ქვეჩა კვარაცხელია და 101 ანი გუნდი გამოვიდა. კარგი გუნდია. გუნდს ყველაფერი კარგი აქვს ჩემის აზრით და საერთოდ ჩანს რომ ყველაფერი კარგი აქვს გუნდს. ყველაფერი კარგად არის. ჩამოვხდი შემადგენლობას, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ფოდენი, ბრუნო გიმარაეში, მიულერი, გავი, ტეო ჰერნანდეზი, ლენგლე, იან ზომერი, მათაის დელიხტი, ჯოშუა კიმიხი. ესეთი კარგი გუნდია, რომელსაც არ წავშეთ თქმა უნდა დამით ვითამაშებ, ცოტა ხნით. ხო. კარგი ფეხბურთელები, კარგი ოვერალის ფეხბურთელები. ეხლა ჩვენ დეტალებში გადავალთ და ტრენინგებს ყველას გამოვუყენებთ ლაგიბრუნ ფეხბურთელს, მივეცი თავისი სკილ პოინტები და ეხლა გადავალთ ჩვენ და
ვითამაშებთ ერთ მატჩს. ერთ მატჩს ვითამაშებთ, ერთ მატჩს ხო? ვდოთ play ნუ online-ში ვითამაშებთ რა თქმა უნდა. Division rival-ები ვჩართო. და ატაკი. tak და play unranked, იმიტომ რომ ranked-ზე ცუდი გუნდით ვიზუკატური ვითამაშებ, იმიტომ რომ ხო ranked-ზე. და ჩვენ შეგვხვდა და მე ხაბგონი, ნუ ნახოთ როგორ გავუკაჩავთ. Barcelona აწერია, Barcelona-ს ფანია, ემალია ხატიათან, ჩემი სახელი არ შეიმჩნიოთ. ასე მომაფიქრდა პირველი ის დავიწერე. და არ მომფიქრებია რომ დამეწერა სხვა რამე. კარგი, ნახავთ ჩემი გუნდი ვიცით უკვე. მის გუნდს ნახავთ ახლა და ნახოთ როგორი გუნდია, მე კარი ჰოვარდი, საუკეთესო კარგი გუნდია, კარგი. მომეწონა აქ პირველი შანსი უნდა გააფუჭო, იმიტომ რომ დებილობად ყულა უნდა დახარჯო ამაში დრო. ვაი გაბუჭება არ გამომივიდა, გავარტყი კარებში, კარგი. კვარაცხელია, 7 ნომერს მივცემ მე. უნდა 17 არ დარჩება კვარაცხელია, მაგის პირობას მოგცემთ მე. კვარაცხელია, ვაიმე, კვარა. ესაკენი როლანდო გააუჩო ყველა. გავი, 6 ნომერია, მას 2 ნომერია გავის. გავი, აბა რა 2-0, მან შემზე კარგი ვერ არის გუნდი ყავს, ანუ უფრო კარგი შანსები აქვს. ჟორჟის პასი კვარა გოლია. 3-0. მას გრით შანსი უფრო მაღალი პროცენტის აქვს და მე დაბალი. კვარაცხელია კარგად მიდიოდა თავიდან, მაგრამ არა პასი მინდოდა, დარტყმა მინდოდა და პასი გამაგაკი იმ შემთხვევაში. არა, გამიფუჭდა, ანუ გაჭედა და მაგიტო დავატექი ეკრანს ხელი და კარგია კვარაცხელიაზე მინდოდა, მაგრამ კვარამ. გამოიყენა შანსი. არა, რაღაც ვაგებ. მეცა კვარა შედის წინ. კვარა, რატო ბიჭო, რატო ჰოვარდ რა გჭირს ვინ ხარ ესეთი. კაი ბიჭო, ორი გოლით ვაგებ უკვე. კაი, მე არ მაგრი შანსი, მას მარტო გრი შანსი აქვს, ეგა. ნეგლობა, შეხედე, კიდე შორიდან მოვდივარ ის, მე კარიდან 1-1-ია და როგორც მე ძლივს 1-1 ვარ მეც. კვარა, უნდა გაიტანო. კარგი ხარ. ბოლო შანსი მომენტი თამაში, გრი შანსი იყო. დარტყი ბიჭო. აბა რა, ფრე მეგობრებო. 5-5, მაგრამ ჩვენ ფრეს არ ვჯერდები და გვჭირდება მოგება. მეორე თამაში აღარ ვითამაშია, ერთი ვითამაშე, 5-5 მორჩა, ესეთი გუნდი გამოგვივიდა, დავაწყეთ რანდომული პრინციპით და ეხლა კიდე გემშვიდობებით, ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე. არ დაგგვეწყოთ არც გამოწერა.